ქუთაისის 24 საჯარო სკოლაში გვირილობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხატვრულ, მუსიკალურ და სახელოვნებო მხარესთან ერთად თანაბრად იყო წარმოდგენილი უშუალოდ სასწავლო პროგრამული ნაწილი და ის მიღწევები, რაც მოსწავლეებს აკადემიური კუთხით აქვთ. ტრადიციად გვექცა წლების მანძილზე ეს დღესასწაული და უფრო და უფრო აქტუალურად ვერთვებით ამ დღესასწაულში. ყველას მოწოდებად ექცა, რომ ეს დღე იყოს ლამაზი, ხალისიანი და რა ვიცი, მე მგონი გვიმრავლოს ქუთაისში ესეთ ლამაზ დღეები ღმერთმა. დაგანახებს სიყვარული თუ როგორი ადვილია ჩემი მოხდა ქუთაისი მაისის მზუსება დაელოცოს ქართული და ქალაქური ღირსება გულს ვარდები აბნევია ვისაც უყვარს მისია დაახლოებით ერთი თვეა ვემზადებით ამ დღისთვის კლასში, სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ ვჩვენებოდით მასწავლებელთან ერთად. ყავდა მასწავლებელი, სპეციალისტი, რომელმაც გვასწავლა ერთი გაკვეთილი და შემდეგ უკვე ჩვენით გავაკეთეთ ყველაფერი. საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო იყო. მართლაც რთული გვეგონა და შედარებით მარტივი აღმოჩნდა. როგორც შემოვიტანეთ ეს პოლიმერული თიხა, იქვე დაინტერესდნენ და ძალიან მოეწონათ. ესე იგი, რომ დავამზადეთ, არ იგონათ რომ ასე მარტივად შეიძლებოდა გაკეთება. ხო და რა ვიცი, უცბად აიტაცეს და სიამოვნებით აკეთებდნენ ერთი სიტყვით. რა თქმა უნდა, საინტერესოა და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვმა ესე რომ შეხედა უკვე, ანუ ნახე შეიძლება სპეციალობაც აირჩიოს, მიხვდით, ხო, უკვე რაღაც დაინტერესება რომ გამოთქვა, შეიძლება მომავალში გამოიყენოს, რა ვიცი, მე მგონი საინტერესო და მნიშვნელოვანია. თავი აღმოაჩინოს სხვადასხვა სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მათი განვითარებისთვის. და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ რუსუდანს, რომ აძლევს ბავშვებს ამ შესაძლებლობას და ცდილობს მათ ყოველმხრივ განვითარებას. ეს არის ჩვენი სკოლის სტემკუთხე. აქ პირველში გამოსახულია სკოლის მაკეტი, ჭკვიანი მაკეტი, რომლის დროსაც მაგალითად მანქანა იღება შლაგბაუმი, შედის და აყენებს მანქანას. ეს არის მუსიკალური ინსტრუმენტები. კოდის შემდეგ იკვრება. ოსაც დააჭერთ. გამოსცემს ფერებს, ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ კოდი, რის შემდეგაც რომელ მუსიკასაც ვეთქვით, დაუკრავს იმას. ეს ჩავთვალ. აი ეს სახალხო გამოჩნდება, როდესაც სიგნალი არის. მასწავლებელმა გამოსცა და მაინტერესდა და ჩავეწერე. და პირველი გაკვეთილზე ძალიან დამაინტერესა, როდესაც ახსნეს რა ხდებოდა. და მისმე გავაწყვეტე, რომ გამეგრძელებია ამის გაკეთება. და უფრო მეტი შევისწავლე. მადლობა. ესეთი საინტერესო შეიძლება ინჟინერი გამოვიდე ამის, ელექტროინჟინერი, ეს საინტერესო ესეთი. იმდენად ბევრი საგანი არის დაკავშირებული ერთმანეთთან დისციპლინა, რომ თვითონაც ამ გადასეც არ იყვნენ ღრმად ჩახედული და ახლა უფრო დაინტერესება წამოვიდა და ტექნოლოგია ზოგადად მომავლის სფერო არის და ამიტომაც რადგანაც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული STEM პროექტები, ინტერესის სფეროც ფართო არის. ღონისძიებაში და სასკოლო სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა დაჯილდოებითა და მოდების ჩვენებით დასრულდა.
ხალხო უზარმოოცხეს სკოლამ ეს ქალაქის ზეიმი გვილობა ჩამოიტანა ავტოქარხნაში. მე როგორც ავტოქარხნელი ამაყილა რავითი და მადლობა ყველა სამკარგი ლამაზი ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც 24 სკოლას მეგონია არ ახსოვს და ეს არის დასაწყისი იმ კარგი საქმის, რომელიც დაწყებულია უკვე ქალბატონოსთან თითქმის ერთ წელიწადი არის და მეგონი ყოველ წელიწადს და ყოველ ღონისძიებაზე უკეთესი და უკეთესი იქნება. მადლობა ყველა შემოკარგებო მშობლებს, ბავშვებს, მასწავლებლებს, ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა ამ კარგი ზეიმისათვის. ეს არის კეთილშობილებაზე, სიყვარულზე აგებული დღესასწაული და მე მადლობას ვუხდი 24 სკოლის დირექტორს და მის მთელ გუნდს იმისთვის, რომ ძალიან კარგი ღონისძიება აჩუქეს დღეს ქალაქს და ავტოქარხანას. რაც შეეხება ჩვენ დასახლებას, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დასახლება, ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება ყველა საგანმანათლებლო ცენტრი, ვით უფრო გაძლიერდება ჩვენი უბანი და ჩვენი ქალაქი. ასე რომ წარმატებები, არ მალობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავ ქუთაისს. დღევანდელი დღე არსებითად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის ქალაქ ქუთაისის ნომერ 24 სკოლა დღეს გვირილობის ტრადიციულ დღესასწაულს შეხვდა ზეიმით. გარდა ამისა, დღევანდელი დღე ეს იყო ერთგვარი ღია კარის დღე, სტუმრობდა არაერთი სასკოლო საზოგადოების წევრი, თემის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც გაიზიარა ჩვენი სიხარული. ასევე დღეს იყო დღე, როდესაც ერთგვარად შევაჯამეთ წლის მოსავალი ავიღეთ, ასე რომ ვთქვათ და არაერთი ნომერი უჩვენეთ დამსწრე საზოგადოებას, ასევე კლუბებმა აჩვენეს თავიანთი ნამუშევრები, STEM მიმართულება, რობოტიკა, არდუინოს მიმართულებით, იყო გარკვეული საინტერესო ცდები ჩატარდა, სახელოვნებო, საშემსრულებლო ნომრები და ვფიქრობ, რომ საინტერესო დღე გამოვიდა. ვთქვათ, რომ ეს ღონისძიება, რომ ჩატარდა ავტოქარხანაში და სკოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქუთაისი არის მთლიანად არა მარტო ქალაქის ცენტრი, არამედ ყველა მისი უბანი. ამიტომ თუ ყველგან ჩავატარებთ ამას და განვაზოგადებთ და სკოლები ჩაერთვებიან და მცირე ღონისძიებებს გააკეთებენ, სადაც ყველა იგრძნობს ქუთაისობას და მერე ყველანი ერთად შეუერთებით ქალაქის ცენტრს, იქნება ძალიან და საერთოდ ქუთაისობა უნდა იქცეს სახალხო ზეიმად. ამიტომ ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო დღეს, რაც ერთგვარი ინიციატივა შეიძლება გახდეს მომავალი წლებისთვის, სხვა სკოლებმაც აიტაცონ ესა და შეუერთდნენ საყოველთაო ქუთაისლობას. მსგავსი ბავშვების ერთიანობა იქნება ეს თუ ზოგადად საგანმანათლებლო კუთხით სასკოლო საზოგადოების ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეცაც გეტყვით აუცილებელი. ჩვენც როგორც დამსწრე სტუმრები ძალიან დიდი სიამოვნებით და გულისხმობით ვადევნებდით თითოეულ ნაბიჯს ბავშვებისას ყურადღებას და მათი აღტაცება და აღფრთოვანება ისეთი გადამდებია და ისეთი საინტერესო, რომ რაღაცა შვიდად ამის ცქერა არის შეუძლებელი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მასპინძელ სკოლას და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ბავშვებს ასეთი საინტერესო დღისათვის. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სკოლების აქტიურობის მეშვეობით, გვირილობის, როგორც ქალაქის დღესასწაულის მეტად გავრცობასა და სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, მისთვის გაცილებით მასშტაბური სახის მიცემაზე.